ტექნოლოგია აჩლუნგებს ტექნოლოგიურ უნარებს ადამიანში. რაც უფრო ტექნოლოგიურად დახვეწილი გარემოა, მით უფრო ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ხალხი იზრდება და აღარ რჩება არაფერი არატექნოლოგიური. მალე საერთოდ პირიქით იქნება, ანუ ტრადიციული მარკეტინგი თუ შემთხვევით გჭირდება რამეში, ხაზგასმა მოგიწევს, რომ რარიტეტულ მარკეტინგს დაარქმევა. მარკეტინგ კლასიკ edition იქნება, ბილბორდები და ეგეთი რაღაცები. ხალხიც გადაეწყო ამაზე. დავით ბირმანი, თანამედროვე ტექნოლოგიური ბიზნესების დამფუძნებელი. ციფრული ბენკინგის კონსულტანტი, 25 წლიანი გამოცდილებით მარკეტინგში. ლარის ნიშნის ერთ-ერთი შემქმნელი, შრიფტებისა და აიკონების მოყვარული. სტრატეგიული მოაზროვნე პროდუქტში, ბრენდინგში და თანამედროვე ბიზნესების გაციფრულების ტრანსფორმაციაში. მეწარმეობა არის დისკომფორტების ერთობლიობა. არის ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლა. როცა მენეჯერი ხარ, სხვა რამეებით რისკავ და როცა მეწარმე ხარ, სხვა რამეებით რისკავ. რა არის წარმატების წინამორბედი? რაც უფრო ახლო და მჭიდრო შეხებაში ხარ საბოლოო მომხმარებელთან, მყიდველთან უკეთესად გესმის რა უნდა. რა გასწავლა მეწარმეობა? მეწარმეობა მასწავლა ის, რომ